Sakhaokos სასამართლოს მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და შვიდივე ბრალდებული პატიმრობაში გაუშვა. საქმის მასალებიდან ძალიან ბევრი დეტალი გაირკვა. ტევპირველმა მოიპოვა სწორედ ამ სისხლის სამართლის საქმის მასალები, სადაც ირკვევა, რომ ბორია გოგიჩაიშვილი იყო ის პირი, რომელმაც პირდაპირ დაადო ყოფილ სპორტსმენს გიორგი კანდელაკს ხელი, რის საფუძველზეც შემდგომში უკვე საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა გიორგი კანდელაკსაც დაადეს ხელი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბორია გოგიჩაიშვილი ლაპარაკებებს აწარმოებდა რუსეთის ფედერაციასთან, რომ ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი გორიდან რუსეთში გაეტანათ. მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, რის შემდეგაც უკვე ამ საქმეში გიორგი კანდელაკი ჩაერთო. კანდელაკის მთავარი ფუნქცია, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, იყო ის, რომ მას ეს ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელები საქართველოში უნდა გაეყიდა. ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს სხვადასხვა პირებთან, თუმცა პროკურატურას ჯერჯერობით არ აქვს დადგენილი, გაიყიდა თუ არა ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი საქართველოში. ბრალდების მხარე ამტკიცებდა იმას, რომ არსებობდა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ყველა იმ პირის ბრალეულობას, რომელიც დღეს საბრალდებო სკამზე ისხდნენ და შესაბამისად ეს პოზიცია სრულად გაიზიარა მოსამართლემაც. ბორის გოგიჩაიშვილისა და გიორგი კანდელაკის შორის იყო მიმოწერა, რაც უშუალოდ შეეხებოდა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, რომ ისინი ახორციელებდნენ უაქციოზო ალკოჰოლური სასმელების წარმოებას. ბრალდებულები ერთმანეთში საუბრობდნენ და უგზავნიდნენ წარმოების ამსახველი, როგორც ვიდეო ჩანაწერებს, ასევე რამდენი ბოთლი იქნა დამზადებული და ასევე მითითებული იქნა კონკრეტულად რად დრო დასჭირდებოდა გარკვეული რაოდენობის უაქციოზო ალკოჰოლური სასმელების დამზადება. სხვა ქვეყნებში უნდა მოხდარიყო რეალიზაცია ამ როგორც მოგახსენებთ, რეალიზების ნაწილთან მიმართებაში გრძელდება გამოძიება, თუ დადასტურდება მათი მხრიდან აღნიშნული აქციზური უაქციზო ალკოჰოლური სასმელის რეალიზება, თავისთავად მოხდება ბრალის დაზუსტება რეალიზების ნაწილში. საქართველოშიც არის გარიყიდებოდა ჯერჯერობით. მოგახსენებთ, რომ მიმდინარეობს რეალიზების ნაწილში დამატებით საგამოძიებო მოქმედებების გამო. ბრალდებული პირების უფლებადამცველებმა დღეს შუამდგომლობით მიმართეს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომ გირაოს თანხის საფუძველზე დაეტოვებინათ მათ საქალაქო სასამართლოს ხდომათა დარბაზი, თუმცა როგორც უკვე გითხარით, მოსამართლემ ეს არ გაიზიარა. ერთ-ერთი უფლებადამცველი, რომელიც დღეს უმტკიცებდა საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ეს იყო ბორია გოგიჩაიშვილის უფლებადამცველი, რომელიც ამბობდა, რომ ვიცი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო კატასტროფულად მძიმე და შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ გოგიჩაიშვილს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პატიმრობაში გაუშვებდა, ასეთ შემთხვევაში ის დიდხანს ვერ იცოცხლებდა. სხვა პირებსაც ჰქონდათ კონკრეტული პოზიციები ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ვერც ერთის შუამდგომლობა ვერ გაითვალისწინა მოსამართლემ. ავადმყოფი ადამიანის ჩვენება, რომელიც მიიყვანეს ფაქტიურად საკმაოდ ადვოკატის მომსახურების გარეშე, ერთადერთი მისი ჩვენება გახდა გიორგი კანდელაკის დაკავებისა და მის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი. რა თქმა უნდა, ბორის გოგიჩაიშვილის ჩვენებასთან დაკავშირებით გვაქვს საუბარი. ბორის გოგიჩაიშვილი ეს მხრიდან თუნდაც SMS-ები თუ სურათები, რომელიც გადაგზავნილია, ეს არ ნიშნავს, რომ იგი რამეს უთანხმდება. რანაირი სახის შემხებლობა უშუალოდ მის აღნიშნული ალკოჰოლის ჩამოსხმასთან, შეძენასთან, რეალიზაციასთან თუ ამ დაგვარ ფაქტთან დაკავშირებით არ ჰქონია გიორგის. დღეის მდგომარეობით რეალიზაცია არ უდასტურდება ამ შემთხვევაში კომპანიას, თორე აქ არის საუბარი გიორგი კანდელაკის ბრალეულობაზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის უდანაშაულო და თუნდაც კითხვა-პასუხის რეჟიმზე პროკურორმა ვერ მიუთითა ვერც ერთ მტკიცებულებაზე და იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რაც აღკვეთ ღონისძიების შეფარდებას და საერთოდ ბრალის წაყენებისთვის იყო საკმარისი. თითოეულმა ჩვენმა კოლეგამ და მეც მათ შორის საკმაოდ სოლიდური გირაო შევთავაზეთ, თუმცა სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია არ გაიზიარა და ყველა ბრალდებულს შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, რომელსაც კანონით დადგენილ ვადებში გავასაჩივრებთ აუცილებლად. ბრალდებული პირები სულ ცოტა ხნის წინ უკვე საქალაქო სასამართლოს ხდომათა დარბაზიდან გადაიყვანეს პენიტენციურ დაწესებულებაში. შემდეგი პროცესი 8 ნოემბერს არის ჩანიშნული.